გამარჯობათ მეგობრებო, როგორც ყოველთვის ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და კარგ განწყობას. გავაგრძელოთ ჩვენი ამბები 90-იანი წლების სიტუაცია, მაშინდელი მიმდინარე პროცესები და აი ხა სპეციალურად ფეხით გამოვედი. ის რა პარადოქსია რა, ესე იგი ფეხით სიარული რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია, მაგრამ საქმიანი კაცისთვის მანქანა არის აუცილებელი საქმე. და იმ 90-იან წლებში მანქანით კი დადიოდი, მაგრამ განსაკუთრებით ის 92 წელი, ხო, ჩვენ რაზე გავამთავრეთ, ესე იგი სოხუმი დაიპრეს, მთელი ამბები და უკვე ჩამოვედი. ის ასე თუ ისე დეპრესიული მომენტი გადავლახე. და უნდა შევდგომოდი საქმეს. და დაუბრუნდი იმ ჩემს საქმიანობას. ის დრაივი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ბუტკას ვამუშავებდით. მუშაობდი ცენტრალურ უნივერმაგში. მაგრამ აჩაღობა და ეს დაყაჩაღება იყო ჩვეულებრივი ამბავი და ჩემი ძველი იქიდან გახსოვთ, რომ ბენზინები ჩამოქონდა ვახტანგი აზერბაიჯანიდან, ვახტანგისის გასვლით, მაშინ ულიანოვკა იყო იმ ადგილს. არ იყო ცუდი საქმე, ცოტა რისკიანი საქმე კი იყო, მაგრამ გახსოვთ ხო, ჩვენ ერთი ცისტერნა დაყავდა 2 ძლივჯდობით, მაგრამ უკვე ასე თქვა ეგრეთ წოდებულმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ მონოპოლია ჩაეგდოთ და უკვე ადამიანს რომელსაც აქვს 10 ცისტერნა, 15 ცისტერნა და უკვე ეგრეთ წოდებულ პუჩისტუს თავრობაში ჰქონდათ გარკვეული ხელმისაწვდომობა, ასე რომ ვთქვათ, საშუალება იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ საბაზოზე არ გვიშვებდნენ ჩვენ ყოველდღიურ შეხებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ვთქვათ, დაპყრობები გავიკეთეთ და უბრალოდ არ გვიშვებდნენ საბაზოზე. საზღვარს ვერ გავდიოდით, კი ჭიდაობა 1000 ნაცნობის ხმარება, მაგრამ ეს ძალიან დიდ ნერვების ფასად გიждდებოდა და მე გახსოვთ წინა ვიდეოში თქვი, რომ ერთი მეგობარი მოგვიკლეს და მეორე შემთხვევაშიც ერთ-ერთ შეტაკებაზე 2 მეგობარი დაიჭრა, მოყვა მშობლების უკმაყოფილება, ნაცნობების უკმაყოფილება და ერთ სიტყვით გადავწყვიტე, რომ დამენებებინა თავი ამ ბენზინის შემოტანაზე და ისევ დაუბრუნდი იმ ჩემ ძველ საქმიანობას, წეღანაც რა თქვი, ბუტკა, ანუ დრაივი და ასე და ცენტრალურ უნივერმაგში. ეხლა რატომ მოვედი აქ? იმიტომ რომ ჩვენ მე სხვა საქმიანობა დავიწყე. აქედან უნივერმაგიდან ამოდიოდი ფეხით და მივდიოდი კეკელიძეზე, მან წავალ, მაგრამ სამ კეკელიძეზე წავალ, მე მინდა ცოტა ტრანსპორტზე ვილაპარაკო. წეღანაც რო ვთქვი, რომ მაშინ ვერიდებოდით, ერთი ძველი დანჯრეული ნორტვი მყავდა, მაგრამ ბენზინი არ იყო, ბენზინის პრობლემა მე არ მქონდა, მაგრამ ისეთი ყაჩაღობები და ისეთი მაიმუნობები იყო, რომ აი თუ აუცილებელი არ იყო, საქმეზე არ მივდიოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ყოველი გასვლა ძირითადად მაინც აღამობით მიწოდა გასვლა, ან ვიღაცამ ხედრიონერს, ანუ ავაზის იმას უნდა შევხედოდი და აი მიუხედავად იმისა, ნაუმარი კაცი ვიყავი და მაგის პრობლემა არ მქონდა, რომ ვინმე შევჯახებოდი და ისა, ძალიან აი სისხლთან და ჩეხვასთან მქონდა საქმე და მდინარე ვცდილობდი, რომ მანქანით არ მევლო და სულ ვცდილობდი რავდეოდით მეტროთი და მეც ახლა ჩავალ მეტროთი და მეტროზე ვილაპარაკებ და ვცდილობდი ფეხით მევლო და ერთი სფერი კარგი იყო, მაგრამ ეხლა უკვე ამჟამად ეხლას ფეხით სიარული მიწევს, იმიტომ რომ აი ამ საცობებზე იმეს ვერიდები და დღესაც ახლა თბილისში თუ აუცილებელი საქმე არ მაქვს, მანქანით არსად არ მივდივარ. უბრალოდ მანქანა მომყავს ჩემ ოფისთან იქ ვაყენებ და თუ ვინმე ტურისტი ან აუცილებელი საქმე არ გამოჩნდა, მე მანქანას არ ვძრავ, ძირითადად ვცდილობ, რომ ფეხით ვიარო, ან ტაქსით, ან ავტობუსით და ასე შემდეგ. ზოგჯერ ახალგაზრდობა გვეუბნება, რას ტერიხეთ ამ ძველ დროსო, რას ტო ტერიხათ ამ ძველ დროსო და როგორ არ იტირებ? აი წარმოიდგინეთ,
მე მანქანა რომ ყავდა, უცბად ჩავირბენდი ვაკეში მეგობართან ვერაზე. ან სადმე მივიხოდი მოვინახულებდი დაბადების დღეებზე. უბრალოდ აი პანაშვიდებზე ან კაროს რომ მივდიოდი, ну ეხა პანაშვიდებზე ეხლაც დავდივარ, მაგრამ მაშინ არ მეზარებოდა, მანქანით ეხა მიხვიდოდი და აი ეხა დღევანდელ დღეს ამ საცობების გადამყიდე, აი დეიდამ ყავს იქით ჩემი საყვარელი დეიდა ვაკეში, ეხა რაც ჩამოვიდი კი არ მისვლა, იმიტომ რომ იმდენად მეზარება დღისით მისვლა და ნუ ეხლა მოვსდებას ხომ მივარ და მომიწევს ალბათ ღამე მისვლა, ან ფეხით მისვლა და ეხა ცოტა დაკავებრი რო ვარ, ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მანქანა სადღაც მივაგდებ იქა და სულ ფეხით დავრბივარ საქმეებზე და აი როგორ არ უნდა ვიჭირე ძველ დროზე, უბრალოდ ის შენ მეგობარ, შენ ამხანაგს კვირაში ერთხელ თუ არ ნახავთ, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ან პერიოდულად თუ არ ნახავ, იკარგება ეს ურთიერთობები და რა ვიცი, ახლა ეს პროგრესია თუ რა არის, ამ საცობებზე ჩვენ ძალიან ბევრი გვილაპარაკე და რა ეშველება ამას, არ ვიცი გულად რო გითხრათ, მაგრამ მე ის მადარდებს, რომ აი ეს ურთიერთობები და ეს მისვლა-მოსვლა ამ საცობების გამო გინდა როგორც არ უნდა შეეცადო, მაინც იკარგება. ხა ადამიანს და მეგობარს შენ თუ ნათესავი, შენი ნათესავია, მეგობარია და ის თუ არ მოიკითხე და არ მოინახულე. მაშინ რა, გინდა არ გინდა გავა დრო და იკარგება ეს ურთიერთობები. თუმცა ვცდილობ რომ არ დავკარგო, მაგრამ მაინც თავისებური დაპყრობაა. და ავიდეთ ახლა მეტროში. სამწუხარო პერიოდიდან კომუნისტებს ვაგინებენ და ამ წყობას ვაგინებენ. რა ვიცი, მეტრო არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ძირითადი ღირებულება, რაც დაგვიტოვეს. საერთოდ საბჭოთა კავშირში ასე იყო, რომ ქალაქი მილიონზე მეტი მოსახლეობა თუ იქნებოდა, მერე საბჭოთა ბიუჯეტი აძლევდა თანხას, რომ მეტრო გაეკეთებინა და მაშინ ჟავანაძემ 700-800,000 კაცი ცხოვრობს, 300,000 არ მახსოვს ზუსტად, იმდენი იკვაჭა, მოახერხა რა საბჭოთა ბიუჯეტიდან გამოყვეს თანხა და აი ეს მეტრო პირველი 3 სადგური 1966-65 წელს აშენდა და იმის შემდეგ მერე გავცედა და ეხლა როგორც ვიცი არის 24 სადგური. ძალიან მოხერხებული ტრანსპორტი იყო, მე ჩემი ოჯახი და ჩვენ ძალიან საერთოდ მეტროდი, მაგრამ მე მახსოვს თბილისში აი 70-80 წლებში ვიცი ადამიანები, რომელიც ისე ცხოვრობდნენ, რომ მეტროში არ იყვნენ ჩასულები და თვლიდნენ, რომ აი ეს პრადვინუტი მაშინაც იყო პრადვინუტი ქართველები ძირითადად აი რომელიც არის მეტროში რა მინდა, ნუ ასეთ სოციალური დაბალ ფენის ტრანსპორტად თვლიდნენ. ეხლა მოდი სიმართლე თქვა, შეწყილაც არ იყვნენ ჩამოსულები. მაგრამ იმ 92-93 იმ წლებში უკვე მეტრომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიიღო, იმიტომ რომ უკვე მანქანებით აღარ დადიოდნენ, ყაჩაღობა იყო ქუჩებში და ერთადერთი ძირითადი ტრანსპორტი იყო მეტრო. და რა თქმა უნდა, მეც სარგებლობდი ამით. ჩვენი ძირითადი მომარაგება, აი იმაში რო იყო, რა ქვია, დრაივებში. ეს ვაგზლიდან, იქ იყო დიდი საწყობები ვაგზლის სადგურზე, იქიდან ცოტა დაბალი ფასი იყო, ამ ფასს ვიღებდით და მოქონდა იმაში. დრაივში ვამატებდით ფასს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ძირითადი მომარაგების სატრანსპორტო საშუალება. სიტყვით მთელი ქალაქი იყო მიმაგრებული მეტროზე, მაგრამ 92 წელს, 93 წელს უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ, 93 წელს უпроსორეთ დაიწყო ეკონომიკური კოლაფსი, შუქი არ იყო, წყალი არ იყო, დეფიციტი მეტრომაც იგრძნო და მე როგორ მახსოვს, ესე იგი არ ვიცი, მან მეტრო, ნუ ძალიან ხშირად ფუჭდებოდა ეს კაბელები, ესეთი მომსახურება არ იყო, მაშინ გაბუნია იყო, როგორც მახსოვს, დიდი დამსახურებული მეტროს გენერალური დირექტორი და გადაწყვიტეს, რომ მეტროს ემუშავა მხოლოდ საღამოს 6 საათამდე. წარმოგიდგენიათ, 6 საათის შემდეგ მეტრო იკეტებოდა და დანარჩენი ხალხი უკვე რამენერად უნდა მისულიყო სახლში და ყველა ცდილობდა 6 საათამდე მისულიყო სახლში და თუ ვინც დადიოდა ღამე, ისე ყაჩაღებისა და მაიმუნების ხელში უნდა ჩავაგილიყო. ეს
ეს დაბრკოლება ხო იყო 6 საათზე. მაგრამ მეორე მომენტები იყო ძალიან ხშირად. შუქი ქრებოდა მთლიანად, აი შეიძლება ჩამოსულიყავი დღეს 4 საათზე, 3 საათზე და უცბად შუქი ჩაქრებოდა. მოვიდგინეთ, ეხლა მიწის ქვეშ თან შუქი რო ქრება, აქ ხო კონდიციონერი, ეს კონდიციონერი რაღაცა სისტემა ის ქრებოდა და ვერ სუნთქავდი ესეთი სიტუაცია იყო. მივარდებოდა იმ ესკალატორზე, ადიოდნენ ფეხით და იყო მთელი მაგარი დისკომფორტი. და პოლიციელი და ძალიან თქოდ არ მივიღებთ. მოგიწევს ასვლა მაგრამ. ყოფილა შემთხვევები მატარებელი გაჩერებულა, აი ამ ტუნელში და ტუნელიდან ხალხი გამოსულა ფეხით. მოდი ხა გავიდეთ თორე არ უყვად რო ვიღებს და ხოდა რას ვამბობდი იმ ტუნელიდან ფეხით გადმოდიოდა ხალხი აი რამდენი უსვენა სასწაულის ზოგი სულად ხდებოდა იმ სიგნალებში და მე რო გამოვიდოდა ტუნელიდან ადამიანი მუშაობს აი ეს ფეხით ავდიოდით ხოლმე და იყო ერთ-ერთი არია ეხა ახალგაზრდა კი ატეხარ ფეხით მაგრამ მოხუცებს და ასე თქვათ ავტომობილებს მაგრამ უჭირდათ მაგრამ მაინც ძირითადი ტრანსპორტი იყო მეტრო. ინარგი და ისევ გარეთ გამოდიოდი, ნუ განსაკუთრებით ეხა ახალგაზრდა კაცი 6 საათში სახში ხوار იქნებოდა. აქეთ მეტრო პრობლემა იყო, 6 საათის შემდეგ არ მუშაობდა, აქეთ გამოდიოდი, აჩაღები და მაიმუნები დარბოდნენ ზემოთ ქვემოთ. ეხლა წარმოიდგინეთ მე ნაუმარი კაცი რანაირი პრობლემა არ მქონდა ეხლა კი იომებდი, მაგრამ იმდენად ხშირად იყო ეს ჯგუფები და ეს დაყაჩაღებები უკვე შეუძლებელი იყო რა. გარშემო ხო უგნელები მიცავდნენ, მაგრამ აი გიწევდა რა. არ აინტერესებდა ავტომატი, ბიჭო, მე ნაუმარი კაცი ვარ, სოხუმიდან გადმოსული ვარ, ის აი და არა. და მე მიდიოდა ესე ჩეხვა, დაჟჯა და 1000 უბედურება. ეხლა თან პარალელურად ამასობაში გასვოთ ხო, ესე იგი რუსული ჯარი დადგა და მშვიდობა დაისადგურა ვითომ მთელ საქართველოში, მაგრამ ვაი ამ მშვიდობას და ეს თუ მშვიდობაა იმენტორად ვერ გადიოდი, უბრალოდ რაც უნდა მაგარი ყოფილიყავი, მაინც რაღაც შარს აიკიდებდი. ამ ყაჩაღობებისა და უბნელები კი გვიცავდნენ, მაგრამ მე თვითონაც უხერხულად ვქნობდი თავს, იმიტომ რომ ხან თავში ვის რა მოხდებოდა, როგორ მოხდებოდა და მე და ჩემმა პარტნიორებმა, ბიზნეს პარტნიორებმა გადავწყვეტეთ, რომ დრაივები გვემუშავებინა 6 საათამდე. 6 საათის შემდეგ კეტავდი და მივიდიოდით სახში. მე თვითონაც ვცდილობდი რომ უფრო უნივერმაგში ყოფილიყავი, იმიტომ რომ ეს ქუჩის ბიზნესი აი ძალიან დამღლელია, ესე რაც უნდა რომანტიკა იყოს და რაც უნდა მაგარი იყოს. ფსიქიკაზე მოქმედებს რა, ანუ ყოველ დღე შეიძლება სულ დაგნარში და იმაში იყო და აქეთ ახლა უნივერმაგში კი ვიყავი სიწყნარის და იმაში დაცული და სხვა სფეროებში ვიყავი, მაგრამ აი ფულის ამბავში ცოტა მოვიკოჭლებით. და ერთხელაც ერთი მეგობარი მომივიდა ლაპარაკობს რაღაცა და კაკო იქო მეგობარი მყავსო. ჩემი ნაცნობი მუშაობსო, ვერ აამუშავაო და ეს ქუჩაზე არისო კინეულობის მაღაზიაო და ერთი ქალბატონიაო და ვიციო რომ შენ კომერცია გაინტერესებდა ხო არ დაინტერესდებიო მაგითო. კინეულობის მაღაზია მეთქი და ეხლა რატომ მივაქცია ამ კინეულობის მაღაზიას, იმიტომ რომ ეს ყაჩაღები რომ მოდიოდნენ ეს ან შოკოლადი ან სიგარეტა ამაზე ქონდათ ისეთი გართულება და ეხლა კინეულობის მაღაზიაში რა უნდა მოითხოვოს რა, იმიტომ რომ უნივერმაგში რომ იმქონდა ხოლმე იქ სექცია ქონდა ჩვენ საშუალებები კინეური, აი რაც საოჯახო ოჯახ ჭირდება იმ ნივთიერებებს ვიყიდით. ეს კეკელიძე მოგეხსენებათ ეს ახლა კეკელიძე არის ვაკისა და ვერის საზღვარი. იმ კუთხეში და ახლა მივართ იქა. თავისთავად ახლა უნივერსიტეტის მიდამოები გამახსენდა ეს ჩემი ახალგაზრდობა სტუდენტების პერიოდი განვითარება და დამაინტერესა და წავედი და მივედი კეკელიძის ქუჩაზე. ამ უბნებში ხო ისი მაინც ახლა ვერა ვაკე ცოტა გამოსული უბანი იყო და ძალიან უბრალოდ ფიქრობდი რომ ცოტა უფრო წარმატებულ ხართან მინდოდა ტრიალი, იმიტომ რომ ამ ქუჩის ბიზნესმა დამღალა და მეთქი ახლა ხო იცით მოპასანის მეგობარს რო წაიკითხავდა ლამაზი მეგობარ და ასეთ რაღაცებს ეს რომანტიკურად უთქბოდა მეთქი აბა ახლა ისეთ უბანში მივდივარ, რაცა გავიცნო და ხო იცით ახალგაზრდული ფანტაზიები
და ეხლა აი ამ გზას დავდიოდი თითქმის ყოველ დღე. და აი ესე აქედან ეს მოგეხსენებათ ახლა ეს მელექიშვილის ქუჩა, ჩვენ იქით წავალ ბოლოს კეკელიძე და კავშირი დავამყარე ასე კეკელიძესა და აქედან გადადიოდი პიტერბერგ იმაში. ჩახვიდოდი და ცენტრალურ უნივერსიტეტში გადახვიდოდი. მოვიდოდი მეტროთი. იქ გადავხედავდი ჩემ ამბებს. ბუტკებს იქ დრაივის ამბებს, მე უნივერსიტეტში და მე მოვიდოდი აქეთ კეკელიძის კინეულობის მაღაზიაში. რა კარგად მოუფიქრებია ვიღაცას. ჭადრაკი, ბავშვი თუ გინდა აი ხან თანამედროვე ბავშვებმა იციან ჭადრაკი. კარგია. ამდენ ხანი აქეთკენ ავყოფილ. ამ სახლში ცხოვრობდა გრიგორი კოკელაძე, სახალხო არტისტი, ასათია. ამ სახლში ცხოვრობდა, ვიცი, ჩემი სკოლელები რო არიან, რომ და მეშვიდე სკოლელები, რომელიც სანდრო კაკულია, იყო სასწავლო ნაწილის გამგე და მისი დიშვილი იყო, პროფესორიც მიშვილი იყო, ეთერ კაკულია და როგორი კოლორიტი ადამიანი იყო და აქ რომ მოვდიოდი ხოლმე, ზოგი რომ გავიდოდი, შემხდებოდა ხოლმე და ადიზიდან დასულიყავი ცხოვრობდა მაღლა. ეთერ კაკულია, რა მაგარი კოლორიტი იყო რა. ჯიგარი კარგოთქო. აქ ამდენი მაღაზიები არ იყო. აქ სადღაც ფოტოის მახსოვს. ამდენი ხანია ფეხით არ გამოსულა რა აქ და ყველას ვიცნობდი, ყველას. ამდენი მაღაზიები აქ ფოტოის იყო და სად არის? კოდაკი რო შემოვიდა, ой მე დაკეტეს უკვე. ფოტოს რო გადაიღებდი. მე უნდა დაგებეჭდა, ესე ის აღარ არის უკვე. მობილურმა და იმას შეცვალა. მაგრამ ფოტოს დაბეჭდა რო გინდოდა სანამ დაბეჭდა. ძალიან პოპულარული ადგილი იყო აქ. ყველაფერი იცვლება. რა არის მაქსის ბურგერი. მაქსის ბურგერი არის, მაგრამ ეს ყაზბეგის ქუჩაზე აქეთ იყო წიგნების მაღაზია, ნეტავი არის. თუ არა, იქით იყო ბოდიშიც. ყაზბეგის ქუჩა იქით არის. ეს ბანკი იყო, ეს ბანკი წავიდა და ეხლა რა არის? იმობილარი. აით, ხშირად ვარ დავდივარ თბილისში და საქმე რო არ აქვს უკვე უცხოსავით დავუძნობ თავს. აქ სადაზღვევო კომპანია იყო, მერე საქართველოს ბანკი იყო და ეხლა სხვა ორგანიზაციაში მოვიდა შენობა. რაღაც ვერ ვიხსენებ ამ შენობას, და თითქოს ძველია. სასტუმრო თბილისი ფილარმონია. ეს შენობაც არ მახსოვს. აგულის სახლი, აგული ხო გასობს სახები, აი ეს სახლი ის გონი შეინარჩუნეს. და აქ იყო პატარა სართულზე, ეს რა შენობა აშენეს, ესე სასტუმრო. არიშა სასტუმრო. ეს ადრე რა ქუჩა ეს ყაზბეგის ქუჩა იყო, ხო მგონი ადრე? ეს თუ ყობის ქუჩა ეს? თარხნიში. არა, თარხნიშის იქით არის და ეს ყაზბეგის ქუჩა აქ არ იყო და იქით იყო. იქით არის. იქით არის, ხო. ის ჩემო სირცხვილო ეწელებულა, მაგრამ ამერია რა. ესე იგი, ის ქუჩა იყო ყაზბეგის ქუჩა და ეს ყობის ქუჩა, რომელიც ახლა გახდა თარხნიშვილია. თარხნიშვილი ვინ იყო, არ ვიცი. ეხლა ტაქსის მომითხრა და შემისწორა ჩემი სირცხვილო ამერია. იქ იყო ყობისგა, იქ სამშობია რო იყო იქით. სამშობია მე საპატრიარქოს ეკუთვნოდა, ეტყობა რაღაც ახალი შენობაა და აღარ არის სამშობია. ნუ არ ვიცი, ამას მე ალბათ მე გავარკვევ. ნუ ეს შენობა შენარჩუნდა ყოფილი სასტუმრო საქართველო. მე კაზინო იყო იმ 90-იან წლებში, მაგრამ ეხლა რა არის კი არ ვიცი. ტელევიზორიდან მახსოვს რაღაც საარჩევნო უბანი იყო თუ რაღაც ამის დამაგვარი. ესე მაშინ 90-იან წლებში აქ ტორვილები შეასახლეს ეს სოხუმიდან და მე რაღაცა ამ შენობას პატრონი არ აქვს, სადაც დიდია, დიდი მგონი. შეისყიდა ვიღაცამ თუ რა შეისყიდა. არ ვიცი. მელექიშვილის გამზირი და ეს ჯანაშიას ქუჩა. აქ სულ იყო აი ასე ამ სტილის სახლები იყო, სულ სართულიანი ძალიან ბევრი და მე დაანგრიეს და ეს რაღაცები ააშენეს სამსართულიანი სართულიანი. აქ იყო სადაც დოდო აბაშიძე ძეგლი, ხო, აგერ არის.
დოდო აბაშიძე ვერელი იყო, სადღაც აქ ცხოვრობდა, მგონი ამ ჯანაშიას ქუჩაზე. მე პირადად დოდო აბაშიძეს არ შევსწრები ვარ, მაგრამ მაგარი მსახიობი და მაგარი ადამიანი რო იყო, ეს კი ვიცით. მოვედი ჯანაშიას ქუჩაზე და ეთი რაღაცა უნდა ვთქვა. ესეც ჩემი ისტორია, ძალიან მაგარია, ჩემმა მეგობრებმა ყველა მიცის. აქ იდგა ასეთი ადრე იყო ორკაპიკიანი ავტომატები ტელეფონის. მოვედი ახლა ხო იცით ხა ვაკევე რა. აქავ დგავარ და ვიღაცა ტიპი მოვიდა. ახალგაზრდა ბიჭი ტელეფონით აიღო ტელეფონი, აი ასე აპარატი იყო და ლაპარაკობს რუსულად. ვა, მეთქი რუსულად ლაპარაკობს ისე პროსტო და ელაპარაკებოდა, გავიგრო ელაპარაკებდა მოსკოვში. გამიკვირდა. ამას გიყვებით, იცი როდის იყო? 90-იანი წლები, აი არეულობა რო წავიდა აქ ზვიათის ამბები და ეს პირველი ეს თბილისის ომი არ იყო მომხდარი. და გამიკვირდა, იმიტომ ჩვენ რუსეთში ან სადმე რო რეკავდით, მიდიოდით ტელეგრაფში. რუსთაველზე რო იყო და იქ შეკვეთას ვაძლევდით და იქ მე ვიცით, მოსკვა გავარით, ლენინგრად გავარით, კიევ გავარით და მილაპარაკა, ადგა და წავიდა. მე მივედი ამ ტელეფონთან. ავკრიფე მოსკოვის კოდი იყო, როგორ მახსოვს ესა. კიევის კოდი იყო 0044 და მოსკოვის, ხო ნუ რაღაცა დავკრიფე და ავკრიფე და არ გავიდა. კიდევ ავკრიფე, გავიდა. მე კიევი ავკრიფე, მე რუსეთი ავკრიფე. მე ჩემ დედაშვილს სოხუმში დავრეკე. ვაიმე. გადავირიე, ესე მომეწონა. ფულს არ ითხოვ და არ ვიცი რაღაცა დაზიანება ქონდა თუ რა ქონდა არ ვიცი. მეგობრებო, ესე იგი 94 წლამდე მე აქ მოვდიოდი. ხე ჩაჭრილია, გაჭრილი არის ტელეფონის არის თუ რაღაცა. მოვდიოდი და აი აქიდან უფასოდ რეკავდი ქალაქ შორის თბილისის გარეთ ტელეფონები. ძალიან მაგარი იყო, აი მთელ მოუბანმა იცის. აი ხა ყველას კი არ ვეუბნებოდი, მაგრამ თუ დაგჭირდებოდა მე ვაგვარებდი და რა თქმა უნდა მე ვიყავი ყურადღებიანი ადამიანი. უფასოდ მოვიკითხავდი ახლობლებს, მეგობრებს, ვინც რუსეთში ცხოვრობდნენ, მოვიკითხავდი და სულ კავშირი მქონდა ყველასთან აქიდან. ეხლა ატყობა რაღაცა ხაზი დარჩა თუ რა დარჩა არ ვიცი. ფაქტია რომ 3 წელი კაი გემრიელად ვისარგებლე ამ ტელეფონის კავშირით. მაშინ 92 წლიდან სექტემბერში ხო დანიაში ვიყავი და დანიაში და ევროპაში რო ვიყავ სხვა ქვეყნებში ბიჭები აქინან მირეკავდნენ და მიკითხავდნენ ხოლმე რა. კარგი იყო, კარგად ვისარგებლე. ნეტავი სადმე არ იყიდო ასეთი სატელეფონო აპარატი. როგორ ამბობენ, ვინც ეძებს ის იპოვისო. რა ხო შეიძლება იყოს კიდევაც, მაგრამ სამწუხაროდ უკვე თბილისში არ დავდივარ ასე ფეხით, როგორც მაშინ დავდიოდი. გინდა არ გინდა მაინც ვა ეს აკაი რაღაცები გაუხსნიათ ეს არის შიგნით მომხელე ეს ყოფილა კარგია კარგი აი ამ ქუჩებში ხო დავდივარ რაღაც შობლიური ძნობა მოდის მაგრამ დიდი ხანი რო არ ყოფილ რა თვითონ გაუცხოებასავით არის რა ახლა ეს კორპუსი არის ეს კორპუსი იყო აი ეს ნახე კორპუსი აუშენებიათ მე აქ უკვე ვარაზის ხევის ჩასახვევი საყვარელი უნივერსიტეტი. ახალი უნივერსიტეტის სტუდენტი არ ვიყავი, მაგრამ მთელი ახალგაზრდობა იქ შეხვედრებზე, ლიტერატურულ შეხვედრებზე, საინტერესო ადამიანთა შეხვედრებზე სულად მოვდიოდი და ჩემად მიმაჩნდა. ეხლა ჩემად მიმაჩნია და განსაკუთრებით აი ეს ჩაის სახლი იყო აქ ადრე, ბიბრუსი ყოფილა რა კარგია, ბიბრუსის მაღაზია და ეთი პერიოდი აქ ჩაის სახლი იყო და კაფე ბარის გახსნა მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ერთ-ერთი ჩემი ბიზნეს გეგმა უკავშირდება ამ შენობას, მაგრამ მაშინ არ გამომივიდა. წელის შევჩენკოს ძეგლია, ეს კომუნისტების დროსაც იყო. ტარას ბურბას ავტორი. უნივერსიტეტის აქეთ იყო ეს კორპუსი და ამ კორპუსში ცხოვრობდა ნოდარ დუმბაძე, თავის ახალგაზრდობაში და მოგესალმებით მე ნოდარ დუმბაძეზე ვგიჟდები და მისი თვალი და მისი ბუნებით უყურებდი ამ სამყაროს და საერთოდ ყველაფერს.
უყურებ ამ ადგილს და რაღაც თავისებური სევდა მომაწყა. სევდა ალბათ უფრო ახალგაზრდობის და იმ წასული დროისა, რაც აქ რეალება. აი, წავედით ახლა. და იწყება კონელი კეკელიძის სახელობის ქუჩა. საცობებია ნახეთ რა, აუბედურება რა. შენარჩუნებულია ეს ჭადრები და ეს ჭტილი. აი ამ კორპუსში ცხოვრობდა ის ავადხსენებელი თენგიზ კიტოვანი. აი ამ კორპუსში და იმ წლებში მაშინ რომ აგი სახელმწიფო 92 წლები 93 წლებში დაცვა ყავდა და მთელი ჩემთვის მე არასაპატივცემლო ადამიანი იყო, მაგრამ ფაქტია რომ მთავრობის და იმდროინდელ პოლიტიკას ერთ-ერთი წამყვანი თავდაცვის მინისტრი და ფაქტია რომ იმდროინდელ ისტორიაში ასე ვთქვათ თავარი პიროვნება იყო. ყოველ შემთხვევაში რო ეკითხებოდნენ რა თქვენი გამოფენა სად არის, რომ იძახდა აი რუსთაველის დაანგრეული პარლამენტის შენობაა ჩემი გამოფენა. მოუხები და იყო ტელეატერია, მაგნიტოფონი, ეს უკვე ნიკორა. აგერ არის პატარა ერთი შენობაა, თორე ამათ მე აქეთ მხარესაც იყო. მოდი ვნახოთ ახლა მე. აი დიდი ხანია ყოფილი ვარ აქეთ და ცოტა მომიტევეთ თუ ზუსტად ვერ გითხარით. მე ჩემი ძველი მოგონებიდან მახსოვს რომ ახსოვ მაგნიტოფონების ფისო როგორ ახლა ესენია ასად ზემოთაც პოლიტიკის ესაპარეკ მახერ მოდი ჯერ იქ მივიდეთ და მე გავაგზავნოთ საუბარი ამ ტერიტორიაზე უბრალოდ რომ მოყვები ამას ახსენდება ერთ-ერთი ხოლმე გასაღები შეკეთება აკეთებდნენ. აფთიაქების აფთიაქა ხო აი ტელეატერია. ელექტრიკი რა არის უნივერსიტეტ ტექნიკას ხო აგერ უკვე რა თანამედროვედ არის გაკეთებული. იწყება კომპიუტერებს და რაღაც ტექნიკური რემონტები. ნუ კაი წავედით იქით. აქეთ საქეიფო იყო, წვარე ტერასა. არა. აი მოვადექით აი ამ ადგილს. ეხლა მეგობრებო, მე გეტყვით თქვენ, ეხლა ჩვენ სადა ვართ. ეს არის ბარნოვი, ფაქტობრივად ეს არის კეკელიძეს ქუჩა და საზღვარია. აქეთ არის ვერა, აქეთ არის ვაკი. და ამ ხიდის ქვემოთ ეს ბარნოვის ქუჩა. გონი აბაშიძე იქით გადადის, მაშინ ბარნოვი იყო. და აი ეს ტერიტორია, ნახეთ, აი ეს ორ ნაწილად არის გაყოფილი. იყო ერთი მაღაზია. თინათი ნოდიშელიძე ვიანი არ ვიცი, იქით რაღაც პარფუმერიისა და ეს იყო კინეოლოგის მაღაზია. მოდი მოგიყვებით. ამ კინეოლოგის მაღაზიაში გამგე იყო მარინა. და მაშინ გახსოვთ რომ უკვე მომარაგება ეს უკვე დარღვეული იყო. და ისტების დროიდან ეს იყო კინეოლოგის მაღაზია და მუშაობდა კარგად, მაგრამ მე საბჭოთა კავშირი დაინგრა და ერთ-ერთი არეულობა რო წავიდა. მარინა თავიდან გამყიდველი იყო აქ და მე გახდა გამგე. და 2-3 თანამშრომელი ყავდა კომუნისტების დროს და ეს მთელი უბანი, ეს მაღაზია ამარაგე და ამ მთელ უბანს, ეს პრესტიჟული უბანია იქ გრიგოლ აბაშიძე ცხოვრობდა, წერალი, ბევრი ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ იქიდან მე კობულეცეს იქითა კორპუსებში და კინეოლოგის მაღაზია იყო, აიყიდებოდა ლუსმანი, ჩაკუჩი, სარეცხის საშუალებები და მთელი ამბები რა. მაგრამ გაუჭიდა მომარაგება და ჩემმა მეგობრებმა მითხრა რომ აი ქალსო ეძებსო ესეთ ადამიანს რომელსაც მოამარაგებსო მაღაზიასო და მეც უკვე 92 წლის
მგონი ნოემბერი, ხო, ნოემბერში მოვედი აქ. გავიცანი მარინა. იმას მოვეწონე, მეც ჩემი თვისებები და მე ვუთხარი რომ მე უნივერმას ვამარაგებ და მოგამარაგებ შენს და გაუხარდა ჩამსვა პირდაპირ 50%-ში. ესე იგი, რასაც მოვიტანდი, ის რაც გაიყიდებოდა, იმას გავყოფთით და მაგარი მაღაზია იყო. ეხლა უკვე რა ხდება? მე ხო გითხარით რომ აყაჩაღებდნენ ყველას. თანსაცმლის მაღაზიას, სასუსათო მაღაზიას, მაგრამ კინეოლოგის მაღაზიას არ ეხებოდნენ. ეხლა ვისაც უნდა უსმანი აქვე მას სარეცხი საშუალებით და მარინა სულ არ ეშინოდა რა. თუმცა მოპარვები კი იყო გატეხვის რაღაცა ფულის წაღების ხრი, მაგრამ აი ესეთი რომ ვიღაცა შემოვარდნილი იყო და მაღაზიაში არის და იმ პერიოდში გახსოვთ 90-იან შუქები არ იყო, ყველგან სიბნელე იყო, საშინელება და იყო ნავთქურებს ჭირდებოდა ნავთი და აი ეს მომენტი დავიჭირე. ბენზინი კი შემომქონდა იქიდან აზერბაიჯანიდან, მაგრამ ნავთი არავის არ შემოქონდა. და ნავთი შემოტანა დავიწყე და აი როგორ მახსოვს მთელი ეს ვაკე ვერა მთელი ესე იგი ნოემბრიდან აქ ვიყავი, სადღაც ამ მაღაზიაში ვიყავი ზვიად 94 წლის ივნისამდე. პარალელურად რაღაცას ვიპოვიდი საოჯახო რაღაცეებს და საღებავის საშუალებებიც მოქონდა და სამშენებლო რაც კი იყო, აი ხშირად ვამბობ ხომ რომ აი იმდენი რაღაცები შევიცვალე. ესური მიმართულება ხო? თუნდაც მარტო ბენზინზე დავჩენილიყავი, თუნდაც მარტო ამ სამშენებლო მასალებზე დავჩენილიყავი. აი სულ ვიცვლიდი და მე ჩვენ მომავალში მე ლილოც გვექნება, იმიტომ რომ ლილოშიც დავდიოდი, ტანსაცმელები ჩამომქონდა და აი მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ჩემ ვიდეოში სულ მაგას ვამბობ ხოლმე მეგობრებს ვეუბნები რომ ახალგაზრდა რო ხარ, ერთი პროფესია უნდა აერჩიო და იმ პროფესიის განვითარებაზე უნდა იმუშაო და მე აქით-იქით რო ვიხტუნა ხანაკით, მაგრამ მე ვიცი ვინც ერთ სფეროს მიყვა, აი მაგათ ელიავას ბაზრობაზე ვინც მარტო საღებავის ყიდი და ეხლა ძალიან მაგრა არის, ვინც მარტო ტანსაცმელებს ყიდი და ძალიან მაგრა არის. იმიტომ რომ იმ დროთან განმავლობაში ხდები პროფესიონალი და არ ვითარებ და მე აქეთ-იქით დავხტოდი. ბიზნესი ასე თუ ისე წაგვივიდა და უკვე წეღანას ვთქვი რომ მთელი ეს ფაქტურად ძალიან უნდა მთელი უბანი გავიცანი. აქ მაშინ მხედრიონელებიც იყვნენ, ბიჭები, მაგრამ ვისაც მაინტერესებდა ასე გვერდზე ჩაგვივლიდნენ, თუ ვინმე შემოვიდა და მარინას ფულს გამოართმენდა და ეგ იყო და ეგა. მაგრამ ერთი პატარა საშიშროება დაგვემართა აცეტონი გახსოვთ ეს საღებავი საშუალებას ჭირდება აურიო აცეტონი, ეს გამაზავებელია და ამ აცეტონის ხმარება დაიწყეს ნარკომანებმა. თავიდან ვერ მიხდი და ერთ დღესაც რომ მოვიდა ჩვენთან, იმიტომ ძალიან ბრომად იყიდებოდა, თავიდან ვერ მიხდი ეს აცეტონი რა საჭირო იყო. ავარკვეთ რომ ამ ნარკომანები იყენებდნენ ამ აცეტონს. და პირდაპირ წამაში იჭხირავდნენ და მოვიდა ის მილიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და პატარა პრობლემა შეგვიქნა და ჩვენ უცბად შევწყვეტეთ ამ აცეტონის შემოტანა. ბიზნესით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ მარინა გახდა ჩემთვის პრობლემა. ჩვენ ალბათ მერე ვილაპარაკებთ, აი ვისთან უნდა დაიწყო ბიზნესი, როგორ უნდა დაიწყო. მე ამ ესე ძალიან სერიოზული თემაა, მაგას მე დავждები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანთან მომიწია ბიზნესის გაკეთება და სამწუხაროდ მარინაც მაგ კატეგორიაში მოხდა. სამწუხაროდ პირადი ცხოვრება არ ქონდა მარინას აწყობილი და უწევდა, ეს უყვარდა ეს საქმე. რას არ ვილაპარაკებდი, როგორ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ ნუ რა ფულსაც ჩოვლობდით ამ უშვებდა და ძალიან გულიანი ადამიანი იყო, ძალიან გემრიელი ადამიანი, მაგრამ ხო იცით, აი ვისაც ნებისყოფა არ აქვს და ამამდება სასმელს. ესეც საკე ისტორიებია, რამდენჯერ დაურეკია ჩემთვის მარინას რაღაც ღამე დარჩებოდა, მე მიწევდა მისი სახში მიყვანა. პირადი ცხოვრება არ ქონდა ნორმალური და ძალიან ნერვიულობდა და აქედან გამომდინარე
ბიზნესისთვის არ იყო საჭირო და ნუ მე ბოლოს როდემდე უნდა მეთმინა, როდემდე უნდა მეტარებინა, ასე თქვა და ივნისის თვეში სხვა ბიზნესი მოვიფიქრეთ და მე უკვე გადავედი სხვაგან. მარინა მეხვეწებოდა მეთქი არა მეთქი და მე აქ მე 1-2 ბიჭი გამოუშვი აქა ჩემს მაგალითად მაგ იმათაც გაუჭიდა. იდე ძალიან ძნელია იცი შენ მუშაობ და შენი პარტნიორი სვავს და ოიც ახ ადამიანი რო დალეს მე ეს ფიქრები მოდის რაღაცა და იმ ორმა ბიჭმა დაანება თავი. მაგრამ უყურეთ ეს მაღაზია მან შეინარჩუნა. ერთიანება იყო პრივატიზაციის პერიოდები რაღაც დავა ქონდა იმერთან და მარინას ეს ტერიტორია დარჩა მარინას ეს და მე გარკვეული დროის შემდეგ ეს ორ ნაწილად გაყიდა. ერთი არ ვიცი ხლა ეს თინა ოდიშელიძე ალბათ დიზაინერია, ეს ახლა ზოო მაღაზია არ ვიცი და მარინა სამწუხაროდ 17-98 წელში ეს რა ქვია მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. ამის პატრონი არ ვიცი, მე უკვე მე ამერიკაში დავიწყე სიარულიდან და მაგრამ ძალიან კაი წლები მახსოვს 90-იანი 93 წლის ერთი შევიდეთ აბა გითხოთ ახლა თუ გადაღება ეს მაღაზია ესეც აკე სპეციალური ამაში ამ მაღაზიაში ადრე მუშაობდი ჩვენ ვინ არის ახლა პრობელი ვინ არის პრობელი და ის სხვა ნაწილი სხვისია ხო თქვენ მარინა გახსოვთ აქა თქვენ ადრე იყო მარინა ის კინეულობის მაღაზია იყო და ადრე მუშაობდი აქ მუშაობდი მე ეს და ის რა ის დიზაინია იქით ამხარე ოდიშელიძე 8 წელი ხო არ პერიოდა არ ვიცი არა ის გახსნილი და დაკეტები ნუ თქვენ საქმის ყურში არა ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება ეს თლიანად მთელი ტერიტორია ჩვენი იყო რა და მე ვამუშავებდი ვამარაგებდი ეხლა ძაღლების ის არის ვარ გაყაჩაღებენ ხოლმე ჩვენ დროს გვაყაჩაღებდნენ ხოლმე მოდიან ხოლმე ფულს გთხოვე არა კარგი ზონები მადლობა იმ დღეს ჩემი ბიჭი მეუბნება ბიჭო რა გააჭირეს ამ სულ ყაჩაღებს დემებს რო ლაპარაკობ ეხლა ამ გუგოსაც გაუკვირდა მაშინ გახსოვდი კუთხეში რომ მივედი და მეთქი კაი ბიჭებს არ უნდა მისცემ მეთქი გამახსენდა ეს ამე არა პროსტა ჩემი ჩვენი ცხოვრება იყო და ჩვენი წარსული იყო და რა სულ ყაჩაღებს დემებს რო ლაპარაკობ არაფერი უბრალოდ ისტორიას იხსენებ სიტუაციას განვიხილოთ აქ ვიყავი 90 ზვიადი როდის გარდაიცვალა 30-31 დეკემბერს აქ ვიყავით მე დღემდე ვარ დარწმუნებული რომ ზვიადი ჩემი პირადი აზრია და მე ზვიადის ძალიან კარგად ვიცნობდი ოფიციალურად ამბობენ რომ მან თავი მოიქნა მე არ ჯერა გამორიცხულია ის გუგუშვილი კი ძახი მაგრამ თუ მართალი ხარ ერთხელ მაინც ჩამოდი და თქვი მაგრამ რაღაცა ძალიან დაბლანდური როა სიტუაცია და მე ადრე ჩემი ბავშვებიდან გამოსვიადისთან მქონდა ურთიერთობა პატრიარქთან რომ დადიოდა და რელიგიურ თემებზე ლაპარაკობდა მე ეჭვი მეპარება რომ ზვიად გამსახურდიას თავი მოეკლას თავის მე ამაზე რა შეიძლება მე ვწდები მაგრამ მომკალი და ვერ დავიჯერებ რომ ზვიად გამსახურდიას თავი მოეკლას ქვეყანაში იყო საშინელი მდგომარეობა ყაჩაღების ქურდების და თარეში იყო აი ლაიქ ავტო ნაწილებს მაგნიტოფონებს ეხავდნენ მე აბარებდნენ აქ იყო ერთი ამბავი პოლიცია დადიოდა მიდიოდა ნუ ძალიან უნებრივად ხდებოდი ყველაფრის მოწმე მაგრამ მე მეცინებოდა ახლა ხო ადიხარი ქობულეთის ქუჩაზე ადიხარ მაღლა და ეს ხედრონელები ძირითადად იქ ცხოვრობდნენ ასე ჩამოდიოდნენ გადმოხედავდნენ აქეთ ხედავდნენ ამ კინეულობის მაღაზიას აქ რა გვინდაო და ჩაევლიდნენ ძალიან უნებრივად ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ერთხელ მახსოვს გავარ აქ ლამაზი გოგოები დადიან ახლა ახალგაზრდა ვიყავი ცოლი აყავდა და გაზაფხულზე ესე ჩამახტყვა ხო ვაკე ვერა ეს სვეტსკის სასტავი ეს ოთის იყო და აქ გებოდი ხოლმე და უყურებდი ხოლმე გოგოებს და ჩამოიარა და მიყურებს და შენ აქ რა გინდა მე მეუნება მეთქი როგორ კიდე არ ეშვები ვაჭრობას მეთქი ეხლა მიდი ეხლა აუდი აქინა ხედრიონელი იყო რომ მეც კარგად მიბექვეთ და მაინც ვაჭარი ხარ რომ მეუნებოდა რა ეხლა ვაჭრას გიჩვენე შენ ახლა და აი მე ეს კაივში იყო და წავიდა და
ნუ აი ესეთი სიტუაციაში ვიყავი, ძალიან მიყვარდა ეს ადგილი. ეხა ვაკე ვერა კი ვიძახით, მაგრამ სვეწკი, მაგრამ ნუ აქ ძირითადად მაინც უფრო გამოსული ხალხი იყო, განათლებულები და ნუ დღემდე ეს ნარჩუნდება. თუმცა რა წყნარი სიტუაციაა, მშვიდი, რაღაც მოყოჭებულია იქითკენ მთელი, აქ მაინც კეკელიძეა. უბრალოდ ადრე მაინც ასე თუ ისეთი მოძრაობა არ იყო, თავის ეხლაც არა ისეთი მოძრაობა, მაგრამ ისეთი საცობები და ის არ იყო, როგორც ახლა იქით არის, მაგრამ რა ვიცი, ესეც ალბათ დროის ამბავია. ყველა მეზობლებს ვიცნობთ თითქმის ყველას სამწუხაროდ. ყველაფერი იცვლება, ახალგაზრდა თაობა მოდის, მაგრამ მე აი დადებითად და კარგად ვარ. აი მახსოვს აქაური სიტუაცია და რა ვიცი ახლა შეიძლება სიტუაცია, შეიძლება ახალგაზრდა რო ვიყავი და შეიძლება უფრო ენერგიული რო ვიყავი და რომანტიკული რო ვიყავი. მე ყოველ შემთხვევაში კარგად მახსოვს ეს დრო. უბრალოდ რა მექნა ახლა მე შემეძლო ის ადამიანი მარინა თავისი რაღაცა სუსტი წერტილებიდან გამომეყენებინა და ასე თქვა ჟარგონით ვიყი დამეთრია ეს მაღაზია, მაგრამ მე არ ვიკადრე და მე შევეცადე რომ გავცლოდი და ეს ფაზას დავადექი. ფარტი რო იყიდო, ამდენი მაშინ კაპიკები იყო რაღაცა. ეხლა ეს ფარტი რო იყო, მილიონს ნებისმიერ დროთ ვინ მოგცემს ახლა ამ ფარტს მილიონად და იქიდან გამომდინარე რომ ნუ იყო კომერციული აზრები და ყველაფერს ფასი ედება, მაგრამ ეხლა მიცნეს აქაურმა უბნელება, ზოგი უკვე ასაკშია, ზოგი და მეთქი მოდი რა გადაგიღებთ მეთქი რა და არა, ოღონდ მაგი არ გააკეთეო და ეხლა რას ვიზამ ეხლა მაგი რატომ უნდა გავაკეთო? გამოიხსენეთ ეხლა დამპატიჟე სახში, მაგრამ მე არ მეჩქარება და არ წავყე, მაგრამ ერთი რაღაცა მითხრეს რა. კაკო, ყველაფერი შეიცვალაო. გახსოვსო, ყველა ერთმანეთს ვიცნობდითო, ყველა ერთმანეთს ვესალმებოდითო. ეხლა ისიაო გაუცხოებულიო. კეკელიძე აღარ არისო. მეთქი როგორ და რა ვიცი ამ და ერთი ნახევარი საათი ვილაპარაკე და მეთქი მოდი რა ჩავწერ მეთქი რომ ეს ვილაპარაკოთ მეთქი და არა რა უარი მიწეს. ნუ რა სიზამ დრო არის ასეთი რა ეშურება ამ ქვეყანას მე სულ მაგას ვიძახი რომ ტელეფონმა და ეს სისტემამ ხალხი ადამიანები დააშორა ურთიერთობაც უღებს უჭირთ არ უნდათ იმიტომ რომ თვითონ ურთიერთობა როგორ იყო ერთმანეთის საჭიროებიდან გამომდინარე და ეხლა რა შეჭირდება მას ამხანაგი მეგობარი უბნელი აგელა ტელეფონში შევა ტელეფონით მოაგვარებს საჭმელსაც მოიტანს ნებისმიერ პრობლემასაც მოიტანს და მთელი პარადოქსი იმაშია რომ ეს არის პროგრესი და თითქოს პროგრესია მაგრამ ამ პროგრესში ადამიანები შორდებიან ერთმანეთს და აი ეხლა ამ უბნელმა მოსახლეობა ჯერ ერთი ბიჭი მოვიდა, მე მოხუცებდა, 4-5 ადამიანი შეიკრიფა და საუბრობდით ამაზე და რა ვიცი, იმედია ეს თემსოფლიოში ხდება ეს დაშორება ერთმანეთის მიმართ და 1000 მაგრამ იმედია ჩვენ მაინც უფალი იმდენ ჭკუას მოგცემს და იმდენ გონებას რომ ერთმანეთს არ დავშორდეთ და ჩვენ გვაქვს ასეთი ძალიან მარტივი ფორმულა ერთის ვიძახი და არ დავიზარებ და ძალიან მაგარი ფორმულაა. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვინც როგორ არ უნდა ფიქრობდეს, რაზეც არ უნდა ფიქრობდეს. კი, შენი აზრი გაქვს, მე ჩემი აზრი გაქვს. აი ეს იმას არნიშნავს, რომ შენ თუ ჩემ აზრი არ ხარ, შენ ჩემი მტერი ხარ, ან გონება ნაკული ხარ, ან ისა ხარ, ან ისა ხარ. და შევიკავოთ ემოციები, რომლებიც სამწუხაროდ ცუდად მოქმედებს და პირველ რიგში მოქმედებს იმაზე, რომ ადამიანები შორდებიან ერთმანეთს. კარგით, მეგობრებო, არ მინდოდა ახლა ამ თემი ასე დამემთავრებინა ჩვენი ვიდეო რგოლი, მაგრამ რაც არის ეს არის, ჩვენი არხი, პირადად მე და თქვენი საშუალებით, ჩემო ფოლოვერებო, ჩემო მაყურებლებო, ჩემო გულშემატკივრებო ის ფორმულა მაინც შევინარჩუნოთ, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი მომრევი და გამჩაგრავი არავინ არ იქნება. კარგით, კარგად ზამდებოდეთ. სულ დამავიწყდა მეგობრებო. შეგახსენებთ, რომ შაბათს გვაქვს შეხვედრა ფოლოვერებთან და გულშემატკივრებთან ფარზე, ხაშმის გადასახევთან
ბუფეტში. შაბათს 23 მაისს 6 საათზე გელოდებით ალა ფურშეტზე, სადაც შეგვიძლია შევხვდეთ პირადად, დავილაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე, გადავჭრათ და უბრალოდ ვერთობოთ. რეგისტრირდეთ ნომერზე, იმიტომ უნდა დარეგისტრირდეთ, რომ ვიცოდეთ რამდენი ადამიანი მოვა. ჩვენი ტელეფონის ნომერია 99 97 99 05 599 97 99 05 დარეგისტრირდით და მოდით ალა ფურშეტზე. დებით ნორმალ ვიდეოებში.